ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი იმყოფება საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, სადაც ჩატარდა იაპონური ბაღის რეკონსტრუქცია. უფრო მეტს ნინისგან შევიტყობთ, რომელიც ახლა ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ნინი, დილამშვიდობისა. ნინი, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა ჩვენს მაყურებელს მივესალმები საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღიდან, სადაც ტრადიციულად გაზაფხულის დღეები ყველაზე ფერადი და სურნელოვანია. მე გეტყვით ძალიან კარგ სიახლეს. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მიმდინარეობდა იაპონური ბაღის აღდგენისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები და თითქმის უკვე დასრულებულია. 250 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული ბაღი დამთვალიერებლისთვის ულამაზეს სანახაობას ქმნის. ჩემთან ერთად ახლა იმყოფება ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე ქალბატონი თინა ბარბლიშვილი, რომელიც ამ პროექტის შესახებ უფრო მეც მოგუყვება. ქალბატონო თინა, მოგესალმებით. უპირველესად რომ გითხრათ, როდის დაიწყო აღდგენა რეკონსტრუქციაზე მუშაობა და კონკრეტულად რა სამუშაოები განხორციელდა? მოგეხსენებათ, ეს ყველასათვის საყვარელი იაპონური ბაღი ბოტანიკურ ბაღში უკვე 2016 წლიდან არის და იზიდავს უამრავ მნახველს და ერთგვარი ცენტრი და სიმბოლოც გახდა იაპონური კულტურის, რადგან მის გარშემო არის კონცენტრირებული მრავალი ღონისძიება იაპონიის კულტურასთან დაკავშირებული, მათ შორის ეს ცნობილი საკურას ფესტივალებიც. უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა ბაღის გაშენებიდან, უკვე 8 წელზე მეტია და საჭირო გახდა მისი გარკვეული დეტალების აღდგენა, ასევე მცენარეებსაც სჭირდებოდა ფორმირება და გადაწყდა და შემუშავდა ეს რეკონსტრუქციის პროექტი, რომელშიც მხარში დაგვიდგნა ქალაქ თბილისის მერია და რასაკვირველია იაპონიის საელჩო. და ჩვენი მიმართვით იმავე კომპანიამ, რომელმაც თავის დროზე შეიმუშავა ამ ბაღის პროექტი, გააკეთა რეკონსტრუქციის პროექტიც. ეს გახლავთ ცნობილი იაპონური ლანდშაფტური კომპანია კოსუგი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ამ სფეროში. თვითონ კომპანია დაარსებული არის 1953 წელს, მაგრამ მისი ისტორია დაახლოებით 3 საუკუნეს ითვლის. უშუალოდ ამ პროექტის ხელმძღვანელი დიზაინერი გახლდათ andreas hamacheri და მანვე შეადგინა ეს რეკონსტრუქციის პროექტი. სამუშაოები დაიწყო 3 მარტს და დასრულდა დაახლოებით 8-9 მარტს. შემდეგ ისინი გაემგზავრდნენ, იაპონელი 3 სპეციალისტი იყო და მათ მხარდამხარ მუშაობდნენ ჩვენიმე ბაღეები, ტექნიკოსები. აი ჩატარდა, აქ ხედავთ გარკვეული აღდგენითი სამუშაოები ბილიკებზე, ასევე მცენარეებს ჩაუტარდა აღდგენა, ღობე განახლდა, ეს ხის სტრუქტურები, ტორის ჭიშკარი, რომელსაც აი იქით ხედავთ თქვენ, ნივამონის ჭიშკარი, ასევე ეს ხის დეტალები ყველაფერი განახლდა. და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ აი ეს გამოცდილი სპეციალისტები თან ერთად მუშაობდნენ ბოტანიკური ბაღის მებაღეები, რადგან მათ შეიძლება ითქვას, რომ მასტერკლასი გაიარეს აი ამ მცენარეების ფორმირებაში. აი ხედავთ, წიწოვნებიც არის ფორმირებული აქ, ასევე გაისხლა, თვითნებურად არ შეიძლება ხელი მოკიდო რაიმეს. საკურებიც კი ალაგ-ალაგ ცოტა ფორმა მისცეს და ალბათ ძალიან კარგი ყვავილობა გვექნება სულ ცოტა ხანში. დაახლოებით რა პერიოდში აყვავდება და ასევე საკურების ფესტივალზეც მინდა გკითხოთ, რომელსაც ტრადიციულად იაპონური ბაღი მასპინძლობს ხოლმე, ეს როდის გაიმართება? საკურას ფესტივალი ყოველთვის აპრილის თვეში არის ხოლმე, მაგრამ დამოკიდებული არის ამინზე, რადგან ყვავილობა ამ ტემპერატურაზე არის დიდად დამოკიდებული და წელს ვფიქრობთ, რომ აი ალბათ პირველ დეკადაში აპრილის ესეც მოგეხსენებათ, იქნება ძალიან ფერადი და საინტერესო კულტურული ფესტივალი, როგორც ყოველთვის და ბევრ საინტერესო ღონისძიებას იხილავს ჩვენი სტუმრები, ბაღის სტუმრები. მინდა გკითხოთ ახალ მცენარეზეც, რომელიც არის სიახლე იაპონური ბაღისთვის. იცით როგორ არის, საერთოდ ნებისმიერი აი იაპონური საბაღე ხელოვნება მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან ტრადიციული სფერო, იაპონიის ისეთი ტრადიცია და ყოველი ბაღის შექმნა საფუძვლად უდევს გარკვეული იდეა, რაღაც ფილოსოფიური კონცეფცია. ამიტომაც იყო, რომ ჩვენ არ შევეხეთ და იმავე კომპანიას ვთხოვეთ, რომ ეს განახლება გაეკეთებინა. ასევე არის მცენარეების შემთხვევაში არაფრით არ შეიძლება, აი ტოტის მოჭრაც კი ეს
უტრირებულად ვამბობ, მაგრამ ასევე მცენარის დამატება, მაგრამ ჩვენ გქონდა ძალიან საინტერესო მცენარე, აი აქ ხედავთ თქვენ, ეს არის ეჯევორთია ხრიზანტა, ოქროსფერ ფოთოლა ეჯევორთია, ანუ ქაღალდის ბუჩქი, რომელიც იაპონიაში გამოიყენება ქაღალდის დასამზადებლად, ხელნაკეთი ქაღალდის დასამზადებლად, მას აქვს ესეთი გლუვი ქერქი და მისი ბოჭკოებისგან მზადდება გარკვეული ტიპის ქაღალდი, რომელსაც იყენებდნენ ბანკნოტებისთვისაც და ასე შემდეგ შირმებისთვის. მოგეხსენებათ, დიდი კულტურა აქვს იაპონიას ამ ქაღალდის დამზადების და აი ჩვენი შეთავაზებით ჩვენ დირექტორის ბოტანიკოსი გახლავთ და რამდენიმე წლის წინ შემოვიტანეთ ეს მცენარე და ის სხვა ადგილას იზრდებოდა და როდესაც შედგა საუბარი დიზაინერსა და ქალბატონირინას შორის გადაწყდა რომ ეს მცენარე შეიძლებოდა დარგულიყო, აი აქ ხედავთ მისმა აღმატებულებამ იაპონიის ელჩმა საქართველოში, იშიზუკა ჰიდეკიმ, პროექტის ხელმძღვანელმა ანდრეას ჰამახერმა და ქალბატონმა ირინა დანელიამ ერთობლივად დარგეს ეს აი ამ სამუშაოების დასრულების აღსანიშნავად. და ბოლოს თარიღი რომ გითხრათ, როდის იქნება დამთვალიერებლისთვის ხელმისაწვდომი უკვე აქ სტუმრობა? უკვე შეიძლება მოსვლა, ხა დარჩა პატარ-პატარა დეტალები, ის გასუფთავება, ის რაღაცა პატარა ხარვეზების გამოსწორება და უკვე ვთვლით, რომ მზად არის ის, რომ მიიღოს მნახველები და რასაკვირველია ველოდებით საკურას ყვავილობას და ვფიქრობთ ასეთი მაღალი ტემპერატურის და თბილი და სასიამოვნო ამინდის პირობებში ეს მალე მოხდება და ეს ჩვენი ხეები დაატკბობენ ჩვენ მნახველს. დიდი მადლობა, მეც აუცილებლად გესტუმრებით ჩემს მეგობრებთან ერთად. მადლობა უღრმესი. ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იაპონური ბაღის აღდგენა რეკონსტრუქციის სამუშაოები უკვე დასრულდა. თქვენ უკვე შეგიძლიათ ამ ულამაზეს გარემოს ეწვიოთ და გაზაფხულის დღეები ბევრად უფრო სურნელოვანი და ფერადი გახადოთ ამ შესანიშნავ გარემოსთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა ეს საინტერესო ჩართვისთვის, აუცილებლად ვესტუმრებით ბოტანიკურ ბაღს. დიდი სიამოვნება. ოღონდ აპრილში ვესტუმრები, როდესაც საკურას ფესტივალი გაიმართა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს ჟურნალისტს.